მშვიდობისა მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშასე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია კომპოზიტორი, პიანისტი და ავტორ-შემსრულებელი ბატონი ოთარ ტატიშვილი. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. თქვენს დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ასევე ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, რომელიც ტრადიციულად ენაალესილი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. საღამო მშვიდობისა. იმედი მაქვს ჩვენი დღევანდელი საუბარი ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, ძალიან მოკლედ გავაცნოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრის შემოქმედებით ბიოგრაფიას რუბრიკაში დოსიე. ოთარ ტატიშვილი ქართულ მუსიკალურ წრეებში ცნობილია ავტორ-შემსრულებლის სახელით. დაიბადა 1955 წლის 12 აპრილს და მთელი ბავშვობის მანძილზე იღებდა საკმაოდ სრულყოფილ მუსიკალურ განათლებას. 8 წლის ასაკიდან წერდა სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორჯერ ჩააბარა კონსერვატორიაში, აითვისა ჯერ პიანისტის, შემდეგ კი კომპოზიტორის სპეციალობა. 1979 წელს მიანიჭეს ფილარმონიის სოლისტის სტატუსი. 80-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში კონცერტმაისტერად. იყო ასევე ფორტეპიანოს და ვოკალის პედაგოგი. 1985 წლიდან ასრულებდა ტელერადიო მაუწყებლობის სახელმწიფო საესტრადო და სიმფონიური ორკესტრების დირექტორის მოვალეობას. 1999 წლიდან ცენტრალურ არხზე მუშაობდა მუსიკალურ რედაქტორად. 3 წლის მანძილზე ქართულ რადიოში მიჰყავდა საკუთარი რუბრიკა. 1985 წლიდან იღებს კერძო შეკვეთებს როგორც კომპოზიტორი. არის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა რუსეთის მუსიკალურ ფესტივალებში და კონკურსებში, სადაც მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები. არის საფორტეპიანო სონატების, კონცერტების, პიესების, კვინტეტების, მიუზიკლის, ვოკალური ციკლის და სხვა მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი. გამოშვებული აქვს 3 ალბომი. 1993 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჰქონდა სოლო კონცერტი. ბოლო წლებში იყო ქეთა თოფურიასა და ია ჩანკლაძის ვოკალის პედაგოგი. მისი სიმღერები თითქმის ყველა ქართველი მომღერლის რეპერტუარშია შესული. გასულ წელს კინოსა და მუსიკის ფესტივალზე მიიღო წლის კომპოზიტორის სტატუსი. 2004 წელს ორჯერ გაემგზავრა ამერიკაში, სადაც ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართა კონცერტები. არის ელტონ ჯონის საერთაშორისო ფან-კლუბის საპატიო წევრი. ძალიან მოკლედ სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი სტუმრის შემოქმედებითი ბიოგრაფია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი ოთარ ტატიშვილი, ასე რომ დავიწყოთ საუბარი და პირველ კითხვას ლალიფაძია დასვამს. საღამო მშვიდობის ბატონ ოთარ, ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. როდესაც ვეცნობოდი თქვენს შემოქმედებით ბიოგრაფიას, თქვენს მიერ განვლილ გზას, რომელიც აგრეთვე მე მგონი სტუდია მაესტროს თქვენვე მიაწოდეთ და ძალიან წვრილად იყო ეს ყველაფერი მოწოდებული, მომეჩვენა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამისთვის გავეცანი, მაგრამ მაინც ფარული პროტესტი შევნიშნი ამაში, ანუ ჟურნალისტების მიმართ. ასე წვრილად შეიძლება ამ ყველაფრის მოწოდება? თქვენ როგორ ფიქრობთ? წვრილად რას გულისხმობთ ბიოგრაფია? აი თუნდაც ის რომ დაუშვათ თქვენ გიმუშავიათ რადიო ევრიკაში DJ-ით. როგორ გამოთქვა სწორად? მუსიკალურ წამყვანი. არა, უბრალოდ მე მკითხეს და მე უბრალოდ არ ვიცოდი რაოდენ დაწვრილების უნდა მივაწოდო ეს ცნობები და ნუ ჩავთვალე რომ იმას ამოიღებდნენ იქიდან იმას რაც საჭირო იქნებოდა. შეიძლება რასაც მე ნაკლებ მნიშვნელობა თვლი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია და რაც პირიქით ჩემთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაძლოა თქვენთვის ის უფრო საინტერესო აღმოჩენილი იყო. რა კიღა ეს პასაჟი ვახსენებ მე ამ DJ-ობის? დიახ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენს ცხოვრებაში ეს? კომპოზიტორისთვის, პიანისტისთვის, ისეთისთვის, როგორც თქვენ ბრძანდებით. იცით, საერთოდ ძალიან ინტერესიანი. არა, მე ბატონი ოთარ. საერთოდ ძალიან ინტერესიანი ადამიანი ვარ, იცით, აი, ყველაფერი მაინტერესებს. მეტნაკლებ ყველაფერი ნამდვილად არ მაინტერესებს, მაგრამ ну ძირითადად ეს ეხება ხელოვნების სფეროს, ლიტერატურას და ისედაც აი მეცნიერებაში მაინტერესებს, შეიძლება რაღაცა ვკითხულობ. ისეთ ადაპტირებულ ინფორმაციებს და უბრალოდ ამისთვის არ ყოფნის ერთი ცხოვრება და თავად ხელოვნებაშიც, ესე იგი, და აი ხატავდი ძალიან კარგად, რაღაც ლექსის წერაც მეხერხება. თავად აი მუსიკაშიც, იცით, ახლა საკმაოდ კარგი პიანისტი ვიყავი და კარგი მონაცემები მქონდა, ну რას ნიშნავს? კარგი ხელი მქონდა, ბგერა მქონდა ძალიან, ეს ჩემ პედაგოგების აზრს მოგაწოდებთ.
მაგრამ ამავე დროს მაინტერესებდა კომპოზიციაც, მაინტერესებდა რაღაცა სიმღერაც. აი სულ იმას ვიძახი, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ერთხელ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც აი ღმერთი აძლევს ეს მრავალმხრივ შესაძლებლობას, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ცოტა კონცენტრირებაში უშლის ხელს, რომ რაღაცა ერთს დაუთმოს ერთ ძირითად ხაზს, თუმცა მე ვცდილობდი, რომ მაინც აი არ შეგიშალათ თქვენ ხელი კონცენტრირებაში. ძირითად საქმეში პრაქტიკულად. იცით, შემიშალა, შესაძლოა რაღაცაში შემიშალა, მაგრამ ხო იცით, იძახიან ჯოგს ორი ისა აქვს ბოლო. მეორე მხრივ ამას ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ახლა მაგალითად მე რო არ დამემთავრებინა საფორტეპიანო ფაკულტეტი, მე ვერ გავეცნობოდი ისეთ უმდიდრეს ლიტერატურას, მე გადაკრული მაქვს თითქმის ურთულესი ნაწარმოებები და ის თავისთავად უკვე იყალიბებს გემოვნებას, ფორმის შეგრძნებას და რასაკვირველია, ალბათ ოსტატობასაც და ეს მერე ვლინდება უკვე ალბათ შენს და რა მოგცათ მუსიკალურმა წამყვანობამ? მუსიკალურმა წამყვანობამ. იცით, რო გითხრათ, რომ მოწოდებით მუსიკალური წამყვანი ვარ თქო არა, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან გატაცებული ვიყავი პოპულარული მუსიკით. თანაც 70-იანი 80-იანი წლები მოგეხსენებათ, აი მთელი ბუმი იყო ნიჭიერების და რატომაც რაღაც აი ჩემი კუთხით მინდოდა მიმეწოდებინა ეს ასე ვთქვათ რაღაცა მისიონერობაზე არ ვდევთავს, მაგრამ რაღაცა აი ჩემი აღტაცება და აღფრთოვანება მინდოდა გამეზიარებინა მსმენელისთვის და გარდა ამისა უფრო დიდი ანგარიშით ეს იყო ალბათ სამსახური, რომელსაც მე ვასრულებდი და გარკვეული უფლება მქონდა ამისა. სამწუხაროდ დღესაც არ არის, ახლა მე მყავს მოწაფეები და ჩემ გამოცდილებას უზიარებ მათ, მაგრამ რო გითხრათ, რომ მოწოდებით მე ახლა დავუშვათ ერთი სული მაქვს, აი იციან ხოლმე ხან ნათესავმა, ხან მეზობელმა, იცით ნიჭიერი ბავშვი მყავს, უნდა გაჩვენო. კი ბატონო, ძალიან მიხარია, მაგრამ მე მირჩევნია ვიჯდე და დავწერო მუსიკა და ეს არის ჩემი სტიქია, მაგრამ თუ კიდევ მე ხელს პედაგოგობას მე ამას ვაკეთებ სული და გულით. და ეს ალბათ აი მიმაჩვია მაინც აი აკადემიურმა დამოკიდებულებამ, ამას ვთხოვდეთ ჩვენ კონსერვატორიაში და მეც აი ეს პასუხისგებლობა მაქვს. გასაგებად დიდი მადლობა. შემდეგი კითხვა. საღამოშტობის რადიო ფორტუნა პლუსი მუსიკალური წამყვანი გიგა. მე მაინტერესებს აი დღესდღეობით ბატონო თარ თქვენ როგორი კომპოზიტორი ხართ? წარმატებული, წარუმატებელი თუ ნომერი პირველი საქართველოში? იცით რა არის? მე მაინც ვთვლი, რომ მე მაინც რა ვიცი შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ მე უფრო დიდი წარმატების და საშუალების ჩემ პოტენციალს ვერ ვავლენ სრულყოფილად, იმიტომ რომ მე ვოცნებობ გავაფორმო კინოფილმები, უფრო პროდუქტულად შექმნა კლასიკური ნაწარმოებები, მაგრამ ამის ასპარეზი არ არის დღეს, იცით და ამიტომ ცოტა ენთუზიასტსაც კარგავ. და მაინც როგორი ანუ ზუსტად როგორი წარმატებული კომპოზიტორი ბრძანდებით თუ? ნუ მე ვთვლი, რომ ვარ წარმატებული, იმიტომ რომ არსებობს ადამიანები, რომელთა აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ თუნდაც 1 თუ 10 თუ 20 ადამიანის აზრი შეიძლება უდრიდეს ათასობით ადამიანზე უფრო ძვირფასი იყოს ჩემთვის და მათ შორის არიან ისეთები, რომელიც ნამდვილად ვიცი, რომ არ მეპრეფერებიან, იმიტომ რომ შეიძლება ესეთ ფარდობით მარცხზეც მიმითითონ. და ამიტომ რა ვიცი, ახლა ძალიან დიდი ქათინაურები მიმიღია მათგან. მათ შორის სხვა შორის ჩემ პედაგოგებიდან, რომელიც იყვნენ ბუმბერაზი მუსიკოსები, ოთარ თაქთაქიშვილი, ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი, ბატონი გუგული თორაძე და სულხან ცინცაძე და ასე შემდეგ. და ისე რომ იცით, ახლა შეიძლება ყოველ დღე არ ჩანვარ მე ამ ყვითელ თუ ვარდისფერ პრესაში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ახლა ამერიკაში რო ვიყავ, იქაც მითხრეს ბატონო ოთარო, აქაცო და იქაცო ყველა მიცის ვინ არის. და ნუ საერთოდ აი გული წყდება იმაზე, რომ აქ არა მაქვს მე იმის ასპარეზი და არა მარტო მე ჩემი თაობის, ჩემზე უფროსი თუ ჩემზე უმცროსი თაობის უნიჭიერესი ადამიანები მე მაინც ვთვლი რომ იცნობენ, პატივს მცემენ, მაგრამ არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც არსებობაზე არავინ არ იცის და მე ამაზე გული მტკივა, ძალიან შემტკივა გული. ძალიან დიდი მადლობა უკაცრავად, საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ, ჩვენ გადაცემაში რეკლამის დრო.
ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენ დღევანდელი სტუმარია ბატონი ოთარ ტატიშვილი, გავაგრძელებთ საუბარი და თქვენ აღნიშნეთ ბატონო ოთარ, რომ თქვენ ხართ წარმატებული კომპოზიტორი. მე ასე მიმაჩნია, რომ წარმატებული კომპოზიტორისთვის ყოველ შემთხვევაში საჭირო არის, რომ მას კონდეს ისეთი სიმღერები, რომლებიც იქნება ჰიტი, ასევე ეს სიმღერები უნდა იყოს აუცილებლად კომერციული და მას უნდა მღეროდნენ ისეთი მომღერლები, რომლებიც დღესდღეობით დგანან სცენაზე, მე ყველაზე არ მაქვს საუბარი. ალბათ მიხვდებით, ვისაც მაქვს მე საუბარი. და არ ვიცი, წარმატებულს რა მოწოდებთ, მაინც დღესდღეობით გულისხმობ მე საკუთარ თავს, ნამდვილად ვერ ხვდები. ну იცით რა არის, წარმატება ცოტა ისეთი ცნება. მე მოგახსენეთ, რომ მაინც აი ეს ჩემი ცოდნა, მე ახლა ამას სხვა მოტივით ვიძახი, უბრალოდ იცით მე რახან კლასიკური აკადემიური განათლება მაქვს, ეს ეთყობა გორიატუმა, ესეთი ცნება არის და ძირითადად როგორც წესი ხიტები ხდება უმეტეს შემთხვევაში აი თუნდაც როკ მუსიკის ისტორიაში ახლა ვინც იყვნენ უცნობილესი შემსრულებლები, აი გიგანტები თუნდაც სტივ ვანდერი თუ ელტონ ჯონი, აი უმეტეს შემთხვევაში რაც ხიტები არ არის მათი საუკეთესო ნიმუშები, ანუ ხიტი უმეტეს წილად ხდება ის რაც არის შედარებით მარტივი, უფრო მისაწვდომი და ასატაცებელი. მე პირადად აი მქონია სიმღერა, რომ მიხუმრია რაღაც ისე დამიწერია სხვა შორის და იმაზე ძალიან რაღაც აჟიოტაჟი ყოფილა და რაც მართლა მიმაჩნია ღირებულად და რასაც თვლიან ავტორიტეტები, რომ ეს არის ძალიან საინტერესო და თუნდაც პროგრესული, ის ნაკლებად გასულა ხალხში. ეს სულაც არ არის საზომი და აი ამ თვალსაზრისით კი გეთანხმებით ახლა დღევანდელ მე განა არ შემიძლია 200 სიმღერაზე, მაგრამ უბრალოდ რაღაცას არ ვაკადრებ ჩემს თავს. არ აკადრებთ? არ ვაკადრებ რაღაც იმის გაკეთებას, რომ დაუშვათ, თუმცა ყოფილა შეიძლება შემთხვევები, რომ რაღაცა გარკვეულ კომპრომისზეც ნებით უნებლიე წავსულობ, მაგრამ ძალზე მინანია ამის შესახებ. რაც შეეხება ფესტივალს, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ჩატარდა, ეს იყო კინო და მუსიკის ფესტივალი. თქვენ იქ იყავთ ჟიურიში და ასევე მე ჟიურიში არ ვიყავ, მე ჟიურიზე უარი ვთქვი. არ მე ასეთი ინფორმაცია მქონდა, რომ თქვენ არა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ჟიურის წევრები იჯდნენ გვერდზე მაგიდაზე და მე ხა რომ აირია ეგ სიტუაცია, ხა არც არ ნიშნავს ეგ და შემოთავაზება იყო, ხო? შემოთავაზება იყო. და რატომ არ დათანხმდით თქვენ? რახან თქვენი პროექტი იყო იქ? არა, ჩემი პროექტი არ ყოფილა. იცით რაღაცა თვალსაზრისით იყო რაღაც კულუარული ლაპარაკი იმაზე, რომ აი რაღაცას სიმღერისთვის უნდათ რაღაცა მიენიჭებინათ თუ ჩემთვის რაღაცა მიენიჭებინათ და ამის გამო მე არავითარ შემთხვევაში არ ვქენი. თუმცა ეს არ იყო საბოლოო სიტყვა, უბრალოდ რაღაცა აი ნომინაციაზე ან ასე შემდეგ იყო ამაზე საუბარი და მე პირადად მივიჩნიე არაეთიკურად ის რომ მე ვდარიყავი ჟიურიში. და სხვათა შორის აი ხლაც ეს ოქროს დისკის ფესტივალი იქ კატეგორიულად, როდესაც შენი მოწაფე გამოდის, იქ ალბათ არ არის სწორი, რომ შენ იჯდა ჟიურიში. ან თუნდაც როცა საკუთარი პროექტი არის ნომინირებული, ხო? თქვენ წლის არ არის ჩემი პროექტი რა. არ ვიცი, წლის კომპოზიტორი გახდით, ხო? მე მგონი ამ ფესტივალზე თქვენ. იცით რა არის, მე საერთოდ ამის ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ რომ უამრავი რაღაცა ესეთი კონკურსები ტარდება, რაღაცა ფესტივალები და მიმაჩნია, რომ საერთოდ რაღაცა ცოტა ზედაპირულად, ცოტა არაკომპეტენტურად ხდება და თუნდაც თავად ნომინაციების შეთითხნა ხდება რაღაც არაპროფესიული თვალსაზრისით. ნუ ხა ყველაზე კარგი მამაკაცი, ყველაზე ლამაზი ქალი და ასე შემდეგ. ნუ იცით თქვენ ამის მაგალითები ჩემზე კარგად და მე დიდად სერიოზულად ეს არც აღვიქვია და სხვა შორის არც იყო ეს გაშუქებული. თუმცა, ნუ რა ვიცი ხა, ალბათ მესიამონა მაინც რომ გასაგებია. დიდი მადლობა მაია სიხარულიძე და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემთვის, როგორ გითხრათ, რაღაცა. მაია. გასაგებია. მაგრამ შესაძლებელია, იცით რა არის ხა შესაძლებელია ხა წლის მანძილზე რაღაც ორი გალა სიმღერა ჩავწერე და ალბათ რაღაც გარკვეული შრომის გარდა რა ვიცი გარკვეული მოწონებაც ხდა და ნუ პრინციპში
უამრავ ახალგაზრდას მიუღია რაღაცა ის ჯილდო და რა ვიცი ხო მე მგონი იმდენი დამსახურებელია ერთხელ მაინც თუნდაც აი ესეთი რანგის დაუშვათ კონკურსზე ხო მიხდით რაღაცა გასაგებია მაია მაია სიხარულიძე ჟურნალი მაესტრო ბატონო თქვენ ახლა საუბრობთ ანუ ეს ფესტივალი თქვენთვის არის ყოყირებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა ერთი რაღაც კითხოთ. ჯერ უპირველეს ყოვლისა მინდა აუცილებლად აღნიშნო, რომ ძალიან მეუხერხულება რომ პროექტი არის. არა, მე ახლა დავაკონკრეტებ რას ვუძებ. მეუხერხულება ერთი რაღაცა, რომ ანუ დებატები, გარკვეულწილად დებატების გამართვა მიწევს მამაჩემზე ასაკით გაცილებით უფრო ადამიანთან ამისთვის საწყის ეტაპზევე გიხდით ანუ უკაცრავად გეუბნებით და ბოდიშით, მაგრამ მიუხედავად ამისა მინდა გითხრათ, ჩემი მოსაზრება დავაფიქსრო აი ამ თქვენს გამარჯვებასთან დაკავშირებით კინოსა და მუსიკის ფესტივალზე. ანუ იცით რა შესაქმეა, როდესაც რაღაცა პრიზს გაძლევენ, ჯერ ერთი ფესტივალის დაბალდონე იქედანაც ჩანს თქვენ რო თქვით რომ კულუარებში იყო საუბარი ანუ როდეს ჯერ ფესტივალი არ არის ჩატარებული და კულუარებში არის გარკვეულ ნომინაციებზე საუბარი უკვე ხვდებით თქვენ იმ წუთში უნდა მიხდარიყავით რა დონეზე შეიძლება და წარმართულიყო ფესტივალზე მდგომარეობა და არ უნდა მიგიღოთ ჩემი აზრით მონაწილეობა მაგრამ რადგან მიიღეთ ერთი ესეთი კითხვა მაქვს მე როგორც ვიცი ასაკობრივი ცენზი იყო 30 წლამდე უნდა დასახელებულიყვნენ თქვა გამარჯვებულები ამ კინოსა და მუსიკის ფესტივალზე როგორც ვიცი თქვენი ასაკი თქვენ 30 წლის არ ხართ და ვერ ვხვდები რატომ გახდით რაღაც 2-3 ნომინაციაზე იყო გამონაკლისი აი კომპოზიტორის და რაღაცა ნომინაციაზე ეს გამონაკლისები მაშინ რა კრიტერიუმების მე არ ვიცი რატომ მედავები და როდესაც იყო ჟიური და მე უბრალოდ შემიკვეთეს ამის სიმღერა დამეწერა მივიღე შეკვეთა და გავაკეთე ეს ფელი პასუხისგებლობით თუმცა მეც მქონდა გარკვეული რაღაცა გართულებები ორგანიზატორებთან და რაღაცებზე მეც უმაყოფილოდავში მაგრამ თქვენ აიღეთ არა ეს შეგიკვეთეს სიმღერა ესე იგი ერთი კითხვა მაქვს ახლა შეგიკვეთეს სიმღერა ჰიმნი ხო როგორც ვიცით კერძოდ ამ ფესტივალის ჰიმნი შეგიკვეთეს მაგრამ თქვენ იქ აიღეთ წლის კომპოზიტორის ტიტული და მე როგორც ვიცი კიდევ ვიმეორებ დაშვებული იყო ესეთი რაღაცა უნდა გამხდარიყვნენ ამ კინოსა და მუსიკის ფესტივალზე გამარჯვებულები უნდა ყოფილიყვნენ 30 წლამდე ასაკის ადამიანები თქვენ თქვით რომ გამონაკლისი იქნა დაშვებული რატომ იქნება იმიტომ რომ მოხდა უკაცრავად მაგრამ ბარტერული გაცვლა ანუ თქვენ დაწერდით ჰიმნს და ისინი მოგცემდნენ ჯილდოს არავითარ შემთხვევაში ჯერტი ამ ჰიმნზე არ იყო საუბარი იცით მათ მაინც ჩათვალეს რომ აი შინსთან დაკავშირებით დაწერილი ჰიმნი საკმაოდ წარმატებულად გაიჟღერა ამის ფაქტი ვაკის პარკშიც იყო მაგრამ რო შესულდა მე ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც ნუ რაც იყო რაოდენობა ხალხის და მღეროდნენ ტექსტიანად მღეროდნენ და როგორც ხდება დღეს სანთლები და ასე შემდეგ და ამ ჰიმნში ალბათ ვერანაირად ვერ მომწოდე იმიტომ რომ ფესტივალის გარდა იგი დღემდე არ არის გაჟღერებული იმიტომ რომ არა თქვენ ალბათ ვერ მივხვდით რას გულისხმობთ იმიტომ რომ ან შეიძლება მივხვდით და არ მპასუხობთ იმიტომ რომ არა როგორ არ პასუხობ ალბათ ვერ მივხვდით იმიტომ რომ მე პასუხობ რომ იყო დაშვებული გამონაკლისი არ ვიცი პოეტზე და კომპოზიტორზე და კიდე რომელიღაც ნომინაციაზე და იცით რატო იყო გამონაკლისი იმიტომ რომ არ იყვნენ 20 ჰიმნი დაიწერა ახალგაზრდობისთვის და მას ასრულებდნენ 15-დან 25 წლამდე ამაზე დიდი საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ეს ფორმა მუსიცირებისა ეხლა საქართველოში ალბათ ყველაფერი კარიკატურულ ხასიათს ღებულობს მე თვითონ დაღიარებ ამას რომ ერთი ვალდივოლდი დაიწერა ამერიკაში და ჩვენთან დავუშვათ ალბათ 40-მდე ჰიმნია დაწერილი მაგრამ მე ვაღიარებ რომ თავად მუსიცირების ეს ფორმა ძალიან მოიწევს იმიტომ რომ არის ძალიან ფერადოვანი არის ძალიან მდიდარი თავისი ესე იგი ფორმით იმიტომ რომ არის სხვადასხვა ტიპის შემსრულებელი რომელიც აი სიმღერას ძალიან ფერადოვანს და ძალიან საინტერესოს ხდის ხო და რადგანაც ეს ორივე ჰიმნი დაიწერა ახალგაზრდობისთვის ალბათ ამიტომ ჩათვალეს ამას მოყვა კიდევაც სკანდალების ზარები რომ ვისი გასაქმეა ვინ 30-ისაა და ჩვენ რატო არ ვიყოთ რაღაცაში გარკვეული შეურაცხყოფაც მივიღე იმიტომ რომ შეუძლებელი იყო 200 კაცს არ იმღერებდა რა იყო ლაპარაკი იმაზე რომ არ უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები თხოვეს გამონაკლისი და ასე შემდეგ მე ხო აი ერთი რო ყოფილიყო მე ხა მეც ხომ ყავს მოწაფე ვიღაცას კიდე ყავს და ასე შემდეგ და
მართალია ჩავთე ამ ჰიმში ჩემი მოწაფეები, რომლებიც მართლა ნიჭიერები არიან და მათ არ იცნობენ ესე ფართო და მე ჩავთვალე და თქვენ ერთის უკაცრავად, მაგრამ ძალიან ზოგადად საუბრობთ და საერთოდ დავაკვირდე ყველა კითხვას, რაც დაისვა ჟურნალისტების მიერ, თქვენ პასუხს აძლევთ, ანუ ძალიან ვერ გავიგე ან კონკრეტულად კითხეთ ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ მე გამჩნდა ესეთი გრძნობა. მე სხვათა შორის იქ ჟურნალისტებს არ ქონდათ აკრედიტაციები ამ ფესტივალზე, თუმცა მე მოვხვდი ამ ფესტივალზე და ზუსტად ვიცი რა ხდებოდა. ზუსტად ვიცი რა ხდებოდა. არ გამიკვირდებოდა მაგერ შეკან. და ზუსტად ვიცი რა ხდებოდა, ანუ მე გამიჩნდა ესეთი პირადად სუბიექტური შთაბეჭდილება, ანუ რომ თქვენ მოგცეს პრიზი იმიტომ, რომ თქვენ ამ კინოსა და მუსიკის ფესტივალს უფასოდ დაუწერეთ ჰიმნი. ანუ მოხდა ბარტერული გაცვლა. არ დაწერია მე უფასოდ რა, რაც არა ინფორმაცია რატომ იძახით იმას. ანუ ანაზღაურება აიღეს ბატონოთვე. ბარტერულად დავწერე. ანუ ეს იყო ესეთი რაღაცა. მე გადავიხადეს, თუმცა რაც უნდა გადაიხადეთ, გაცილებით მე ნაკლები, როგორც ხდება ხოლმე იცით თქვენ რომ იქ არ გადარიცხეს, არ გადმორიცხეს და მე ვთვლი რომ ჩემი შრომა გაცილებით ძვირი ღირდა, იმიტომ რომ ერთია როდესაც კომპოზიტორი დაწერს, ჩააბარებს იმას და როდესაც ის სტუდიაში აღამებს გადაღამე და ნერვიულობის გარდა უამრავი პრობლემა ხდება, ალბათ ის ღირსია ანაზღაურებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მე აღარ მithქვია არაფერი მე, ნუ იყო ლაპარაკი ამაზე, მაგრამ ნუ შევედი მდგომარეობაში და ბატონო რაც შეძლეს. არ იყო ადამიანმა. ბატონო და თქვენ რაზე არ გიპასუხებ, მაგალითად, რატო იყო დაშვებული, პასუხობ, რომ რახან ორივე ჰიმნი დაიწერა ახალგაზრდობისთვის, ამიტომ იქნეს დაშვებული. მხოლოდ ამიტომ. და ერთი ჰიმნის დაწერისთვის თქვენ აიღეთ წლის კომპოზიტორი? ერთის არა, ორისთვის და ორი დავწერე მე და აი ესა უბრალოდ საოცარი სწორად გავიგეთ. კომპოზიტორები არიან. კომპოზიტორები არიან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში 20-30 სიმღერას ქმნიან და იმათი შრომა ალბათ აფასდება თუ რა ვერ გავიგე. ანუ წერენ არის მე მაგალითად მე საერთოდ არავის თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ნუ 30 წლამდე არის მაია კაჭკაჭიშვილი დაუშვათ, ხო? ეს ადამიანი წელს იყო მართლა, ნუ აი შეგვიძლია ერთხმად აღნიშნოთ, რომ მისი მე მგონი ყველა სიმღერა რაც მან დაწერა პრაქტიკულად გაჰიტდა. ერთი სიმღერაც არ ჩავარდნილა მე რამდენადაც ვიცი, ხო? თან ეს ადამიანი 30 წლამდეც იყო, მაგრამ ამ დროს ფესტივალში იღებს 30 წელს გადაშორებული ადამიანი ამ პრიზს, ნუ იქნა რა, როგორც თქვით, უკვე გამონაკლისი დაშვებული და საოცარი სწორედ ისა, რომ საქართველოში ყველაფერი ხდება. ვისაც უნდა გამონაკლისებს უშვებენ, ვისაც უნდა ნუ რაღაცა საოცრებებს აკეთებენ, იქ ზოგჯერ გრანტებს ხსნიან და ასე შემდეგ. იპასუხებთ ამაზე. თქვენ თუ ყურადღებით უსმენდით ამ ფესტივალის ფესტივალის სრულობას თუ მიაქციეთ ყურადღება ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს არის მხოლოდ ჟიურის აზრი და არა, ესე იგი, არსებობს კონკურსები, სადაც დაუშვათ ხალხი წვიტავს, SMS-ები წვიტავს, საერთოდ ჩვენთან არ ხდება ეს სწორედ, საზღვარგარეთ მოგეხსენებათ. იგივე საუკეთესო დისკის თუ ალბომის გამოსვლა ის საერთოდ კომპიუტერული აღრიცხვით ხდება, რამდენი გაიყიდა, რამდენი არ გაიყიდა და ამის დამიხვედით ყალიბდება და ჩვენთან რადიოებში მოგეხსენებათ. ახლა 50 ზარი დაერეკება და 20 ზარი ეს ყველა ჩვენთან ყველაფერი არის ფარდობითი და როგორ გითხრათ, ნუ რაღაცა ასპექტი შეიძლება სასაცილოც. და მე ამიტომ მოგეხსენებათ, მე დიდად სერიოზული ყურადღება ამისთვის ეს არ არის ჩემთვის დიდი წარმატება და დიდი უბრალოდ შეიძლება მესიამოვნა, იმიტომ რომ თავის დროზე იყო ჩემი სიმღერები პოპულარული თუ დღესაც რაღაც ჩემი ნაწარმოებები არის ალბათ პოპულარული, შეიძლება ისეთი ხიტები არ არის, რომ ყველგან ახლა უკაცრავად ბაზრობაზე და ყველგან ჟღერდეს, მაგრამ არიან სერიოზული მუსიკოსები, რომელთაც მოწონთ ის და თუნდაც აი სასწავლებლებში, აი დღესაც მაგალითად მითხრეს, რომ თითქმის ყველა კლასში მღერიან, იგივე თბილისოზე თაკო გაჩიძილოზე მღერის ჩემს სიმღერას, რაღაც გარკვეულ სიმღერას, რომელიც მათ მიაჩნიათ საინტერესო და პროფესიულ თვალსაზრისით ძალიან წარმატებულად. გასაგები ბატონოთარ, მე მგონი ეს საკითხი ამოვწურეთ. ადამიანს რომელსაც გარკვეული ღვაწლი აქვს, რაღაცა საშუალო რაღაცა შეიძლება ფესტივალზე, კონკურსზე,
რაღაცა სიმბოლურად. გასაგებია, პრინციპში ეს თემა ამოწურულია, დანარჩენი პრეტენზიები მაინც შეგვიძლია ჟიურის წევრებს მოვკითხო. ჩვენ გადაცემაში რეკლამის დრო რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესი. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი ოთარ ტატიშვილი და როგორც მე მაცნობებენ, ხაზზეა ადამიანი ბატონი ზაზა სვანაძე, რომელიც სწორედ იმ ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ, რომლის გარშემოც ამხელა აურზაურია ატეხილი, ასე რომ მივესალმებით, მე მგონი ეთერშია ხო უკვე? საღამოშვიდობისა. ყველას და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ამ რეკლამისთვის, რაც თქვენ გადაცემაში ჩემს ფესტივალს უკეთებთ და ჩვენს ფესტივალს. მე ეთყობა ბატონ ოთარს დავიწყდა, მე ვიღებდა გამონაკლისი რომ ნომინაციებზე ქონდა, ეს იყო კომპოზიტორი, პროდიუსერი და წლის აღმოჩენა, მე როგორც მახსოვს. ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ მაია სიხარულიძე საკმაოდ უცნაური ინფორმაციები აქვს საერთოდ ამ ფესტივალთან დაკავშირებით. ანუ ის რომ არანაირი პარტნიორი არ ყოფილა, ოთარი არის ჩემი უფროსი მეგობარი, ხოლმე და გარკვეულ თანხაზე ჩვენ შევცანხმდით ბატონი ოთარი უბრალოდ და მინდა აღნიშნო ის რომ არანაირ კომერციას და მოლაპარაკებას არ ქონია, ის რომ ნომინაციების ფინანსარიცო და მომღერლობა ესე ჩვეულებრივი მოვლენაა და მინდა თქვა ერთი რამ, სანამ ეს სრულ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, იყოს დაზუსტება და შემდეგ თუ შეიძლება მეორე იმის გადაღებები მიმდინარეობს და ალბათ იმედია ექსკლუზივი იქნება თქვენს არხზე, მაესტრო და დიდი მადლობა თქვენს გადაცემას, რომ ამ ფესტივალმა აჟიოტაჟი და ანტირეკლამის საუკეთესო საშუალებაა, თუ როგორც ითქმება ხოლმე, ანუ აი ეს სადასტურდა თქვენი გადაცემით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონი ოთარი გახდა საკმაოდ ობიექტურად მევთვლი წლის კომპოზიტორი. დიდი მადლობა. გასაგებია, მე რამეს ხომ არ დაამატებდი შენ. თუმცა დავიდა ეთერიდან თორე კიდევ ამატებ. ახლა შეგიძლია. კითხვა მინდოდა და ამისვა რამდენიმე სამწუხარო და არა უშავს, იქნებ როგორმე პრესში შემდეგ ბატონი ზაზა სვალენძე მოვიწევთ და შემდეგ დავსაჩეკით. დიდი მადლობა ბატონ ზაზას ზარისათვის და გადავიდეთ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ საუბრს ბატონო. შეგახსენოთ ერთ მომენტს, რომ ხაზგასმული იყო, რომ ეს არის მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილება. ხაზგასმით რატომ? რომ აი სწორედ ართმული იყო, რომ ეს არაობიექტურია და სხვა, ესე იგი მათი აზრით, იქ სხვათა შორის სხვა კამათიც იყო გარკვეულ მომღერლებზე, რომ აი მიუხედავად მათი რაღაც წარმატებისა, ისინი არ თვლიან იმას, დაუშვათ ღირსად იმისა, რომ რაღაცა ის კი არა, ვიღაცებს მე კამათი რო წავიდა, მეც უთხრა არ იქცევს თქვენ სწორედ და მიუხედავად იმისა, შეიძლება დიდი განწყობა არ ქონია იმათ მიმართ. ანუ ხაზგასმით რატო ვიძახი, რომ ეს შეიძლება აი სწორედ თქვენ რო არ თვლით, დაუშვათ არ თვლით, რომ მე ვარ წლის კომპოზიტორი. კი ბატონო, მაგრამ იქ ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს არის აი ჟიურის ხო არის აი ქულებით, დარბაზით, რა ქვია იმას ხელისაწევით ხდება გადაწყვეტა და აქ მხოლოდ ხვიტავდა ჟიური. გასაგებია, მოდი ისევ ჩვენს თემას დავბრუნდეთ, რადგან დრო იწურება. საღამოშვიდობის ხატე შემოგია რადიო ფორტუნა, სამწუხაროდ მე ამ ფესტივალის თემას ვერ განვაგრძო, იმიტომ რომ მითიურ ფესტივალს არ დავსწრები ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რადიო ორგანიზების ერთ-ერთი მინუსი იყო, მაგრამ ნუ ახალგაზრდებმა გააკეთეს და რა ვიცი, ალბათ. ბატონოთარ, თქვენს დოსიეში აღინიშნა, რომ თქვენ ხართ კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, პედაგოგი, პიანისტი და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს თქვენეული შეფასება. ყველაზე კარგი რომელი ხართ? კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი თუ ავტორ-შემსრულებელი? ნუ რა ვიცი, მე მაინც ვთვლი, რომ ალბათ კომპოზიტორი და თქვენ თუ ახლა საწინააღმდეგო კითხვას დავისვათ, რომ შეიძლება ჩემი სიმღერა დღეს ჰიტი არ არის ათეულებში და იმაში, ეს ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრი დაუშვათ ჩემთვის ძალიან დამაჯერებელია და რომლებიც თვლიან, რომ რასაც ვაკეთებ და თუნდაც ის რაც ჯერ არ გასულა ეთერში, არ ჩაწერილა და უბრალოდ მათ მოусმენიათ, ესე იგი თვლიან, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან მაღალი ხარისხის. მე ვიცი რომ თქვენი მასწავლებლები იყვნენ ქეთათოფურია და ია ჩანტლაძე და ხომ არ არიან კიდევ ესეთი ცნობილი ადამიანები თქვენს მიერ გაზრდილები, ვინც ჩვენ ჯერ არ ვიცით და არიან მომღერლები საკმაოდ ცნობილები. იცით რა არის, ცნობილს ვერ დაგისახელებ, ამ დონეზე ცნობილებს არა, მაგრამ მყავს ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, ზოგმა დაამთავრა, ზოგი ჯერ კიდევ სწავლობს და მათ შორის აი სიამოვნებით დავასახელებ ელენე ფოჩხუას, ძალიან ნიჭიერი გოგოა. თეონა ციკლაური
ანუ რატო ვერ გახდნენ გარდა ამორისა? იცით რატომაც ვერ გახდნენ? ეს ყველაფერი დღეს მატერიალურ ბაზაზეა. 1000-ში ერთხელ ხდება ის, რომ ვიღაცამ შეამჩნიოს და არტიმედის და მსგავსი ორგანიზაციების ფუძემდებლებმა თუ მენეჯმენტმა, ესე იგი, მე ვთვლი, რომ ვერაწარმოეს უყოფილად ის საქმე და არ ჩარდეს ის ხალხი მარტო შევდავს გულისხმობ, ვინც რეალურად ზრდის ამ ბავშვებს, თუნდაც მე ვასწავლე სასწავლებელში. ჩვენ ყავს ძალიან მიჭიერი ბავშვები. და წლის ბოლოს არის საანგარიშო კონცერტი უნივერსიტეტში, სადაც ცოცხალი ბენდი უკრავს. ცოცხლად ასრულებელი ბავშვები ახაობენ რომ იქნებ უსწრებ, მაგრამ არც ერთი ჟურნალისტი მე იქ არ მინახია რომ მართლა ბავშვები რომელიც მართლა მღერიან არაჩვეულებრივად შესანიშნავად ერთი სიტყვა არ ეწერება მათ შესახებ. სწორია, მე ვთხოვ უსაყვარლო არაჩვეულებრივი კაცია ბატონი თამას გადილია ჩვენი სასწავლებლის დირექტორი, მაგრამ ეთყობა ეს მექანიზმი ცუდად იციან. მე ვთქვი თქვენ თუ არ აკეთებთ, მე მაინც მითხარით და მე შევატყობინებ ადამიანებს და ამას გააშუქებენ. იცით ეს ძალიან ცუდი მომენტია. მე ამ ბავშვებს თუ ჩდებათ რაღაცა შეიძლება წენა რაღაცა დოგმაც რაღაცა და უამრავი რაღაცა აი ცუდი ენერგია ჩდება, ისედაც მე მგონი ძალიან ბევრი გვაქვს დაგროვებული. ხადია ამოწურე შეკითხვა. და მე ყველანაირად უწყობ, თუნდაც აი ჰიმნებში ცნობილ სახელებთან ერთად მე ჩავდე ისინი და სხვა შორის თავად მომღერლების ისგან აფთოვანებული. ეს გოგოვინ არის, ვინმე რა კარგად იმღერა, მარიკა ებრალიძე დამასწრო. კიდე შემიძლია დავასაკლო. და ეს არ იყო ის მომენტი, რომ მე აი ჩემი მოწაფეა და ის დავუშვათ შევტენე. მე შევიყვანე მხოლოდ ისინი, ვინც ამის ვიცად ჩავთვალე. და ტოლი არ დაუდეს სხვათა შორის ცნობილ სახეებს. და თქვენ ალბათ გინახიეთ, ერთხელ მაინც გინახიეთ მოგისმენთ ის იმი და დამეთანხმებით რომ არის საინტერესო. ელენე ბოჩხუა მომისმენია ვიცი. ელენე ბოჩხუა, მარიკა ებრალიძე, აი ხა წარმატებულად მიდის ამ ოქროს დისკზე, მეორე ადგილზე გავიდა წინაშე ალბათ. გასაგებია, თუმცა ეს ალბათ ისე სხვა სასაუბრო თემა. ლალი, იქნებ კითხვა დასვას ვინი მას ჯერ არ დაუსვამ შეკითხვა. მადლობთ. მოგესალმებით ყველას, ვინი ტელეკომპანიამზე ანონსები. მე მინდა მაინც დავეთანხმო ერთ რამეში, რომ მაინც კითხვებზე ბატონი ოთარი ზოგადად პასუხობს. რატომ? ეხლა ვეკითხე. როდესაც წავიკითხე თქვენი დოსიე, შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ესეთი დოსიე ბევრ საზღვარგარეთ მოღვაწე კომპოზიტორს არ ქონდეს. საკმაოდ ვრცელი და დიდი დოსია და საკმაოდ ბევრი რეგალიები წარმატებებით. თქვენ აღნიშნეთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიმღერები არ არის პოპულარული და ხიტური, არის ხალხი, ვისი აზრის თქვენთვის ძალზედ კომპეტენტურია და ბევრ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. მინდა გითხრათ, რომ მეც მყავს ადამიანები და ჩვენც მყავს ყველას ადამიანები, ვის აზრსაც ჩვენ ვითვალისწინებთ და ვინც მუსიკალურ საზოგადოებაში შეიძლება პოპულარულები არ არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება და დიდი განათლება მუსიკალური. მე ამ კვირის განმავლობაში დავდიოდი და აი ესეთ ადამიანებს მერწმუნე ძალზედ ნიჭიერ ხალხს, ასაკოვან ადამიანებს 30 წლის შემდეგ. და ვეკითხებოდი, უბრალოდ წამიმღერეთ ბატონი ოთარ ტატიშვილის ნაწარმოები. აქაც მოხვედი მაგ. შენ წამიმღერე დღეს ერთი სიტყვა. არა, ეს სწორი არა, ხათინი უკაცრავად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა იგივე კონცერტებზე და ან და აი თუნდაც რადიო გადაცემებში უამრავი მქონია, საერთოდ თქვენ არ გეწევთ, არც ერთი არ ეყავით, მე 6-7 კასეტამა გაჩენილი გადაცემები სავსე, სადაც რეკავდა სრულიად უცნობი ხალხი და მაქვს რაღაცები შენახული, სადაც აი რა ვიცი, ძალიან დიდი სიტყვა და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატე. თუმცა მეც ვიყავი 9 წელი მუსიკალური წამყვანი, მაგრამ არასდროს არ ყოფილა თქვენ. ხშირად არიცია, რომ დავუშვათ ეს სიმღერა ჩემია. აი გაუცებული არ ვიცოდით რომ თქვენი სიმღერაა. ამიტომ აი ესე პირდაპირ მიმართო, რომელი სიმღერა მოგწონთ ოზდატიშვილის, შეიძლება იმას არა მოგწონებაზე არა, უბრალოდ იცით ხო, იცით, კი ბატონო. შეიძლება ისთვის რასაც ახლა ზოგი მე ერთხელ მაღაზიაში შევდივარ და უკაცრავად მეცნობითო და ნუ რაღაცა ნაყიდი მქონდა და მომღერალი ვარ მეთქი არაო თქვენო მზადდებითო კომპოზიტორი თერდადიშვილიო დიდი იმით რომ კომპოზიტორი უფრო პრესტიჟულად ჩათვალეს ეთქობა და ამიტომ შესაძლოა აი ხშირად არის რომ გონიათ რომ მე რასაც ვასრულებ ვერი ვარ მხოლოდ ამით შემოიფარგლება ჩემი თუ მაინც იმიტომ რომ თქვენ ნაწარმოებები უფრო რთულია ვიდრე რთული უნდა იყოს. კი ბატონო, არა მგონია. მე აი ზოგჯერ ესე მე რატო მე მაგ ძალიან არა არის საერთოდ
ჰიმნი მარტივი არ უნდა იყოს. ამას ვეთახმ მეც მაქვს მუსიკალური განათლება და მე მგონი არ არის თული ჩემი ჰიმნია ეს. ჰიმნი საერთოდ სიტყვას ვერ ვიტყვი. ჰიმნი არ არის, თუ სიმღერა რომელიც მიეძღვნა. უნდა გადატვირთულად ხომ არ გეჩვენებათ ხომ აი თქვენი ჰიმნები თქვენ თვითონ შეიძლება გეტყვით რატომ ტურისტვის არ არის. შეიძლება, მაგრამ მე ისევ და ისევ ვიმეორებ, მე მაინც აკადემიური განათლება მაქვს და უკრავდი ურთულეს ნაწარმოებებს და გავლენა ალბათ, იმიტომ რომ ერთხელ აი ფილმი იყო რუსული და გათხოვება რომ უნდა ხალხს და იმიტაც დაანილად მოეჩვენება და ივან პეტროვიჩ დურეის სტანოჟი იცის დამნეოდა ხა. ნუ არის ის მომენტი რომ მე მოგეუბნებ რაც მიხუმრია ის მოწონებია ზოგჯერ რევნასკაია у меня такое отношение ваня აი ბიჟდები ამ შემსიფერაზე და რომელიც მართლა მიმაჩნია რომ კარგია და არა მარტო მე ვინც დაუშვათ ჩემ დონეზე თუნდაც მეტად აქმელია მუსიკის რომელიც კლასიკასაც უსმენს ჯაზსაც და სერიოზულ მუსიკას იმას მიაჩნია რაღაცა შედევრად და რაღაცა დაუშვათ იმაზე რაც ვიყუმრებ და ისა იმაზე აღტაცებას გამომიხატავენ მე ბრაზდები კიდევ მაგრამ ნუ იძახი ალბათ ამ ადამიანის ინტელექტი ამ ადამიანის ყოფილა სხვა მაგალითად ვიღაცას ისმოწოს ვიღაცა ეს მოწოს მე საერთოდ ვცდილობ თქვენ თუ დავიცი ოდნავ მაინც იცით ჩემი შემოქმედება აი ყოველ სიმღერაში არ გამიმეორდა ხშირად არ გვაქვს ქალაქურიც აბა 14 წლის წინ რეპიც ამან დაწერილი თავნამონაშვილი ვიყო და რეპავდა ზურაბ ახნიაშვილი ანუ მე სულ სიახლეს ვეძებ და სულ მინდა რაღაცა შეიძლება ზოგი ექსპერიმენტით თავდება მაგრამ ყოველთვის მე მაქვს სურვილი არ მინდა ნუ დავიშტამბო და რაღაცა და მიუხედავად ამისა მაინც ვცდილობ ჰარმონიული აი ზირდადა ჰიმნის მომენტი არის თქვენს შემოქმედებაში არა რატომ თუმცა 4-5 გალა სიმღერა ერთ-ერთი პირველი მე დავწერე 4-5 წელი სხვადასხვა ცენტრალურ საახალწლოზე სულ იმ სიმღერას იღებდნენ ის ხალხი ნახევარი ამერიკაშია დღეს გასაგებია დიდი მადლობა ვინი გადაცემის დამთავრებაზე ცოტა დრო რჩება ამიტომ ვიქნებ ორ ჟურნალისტს საშუალება მისცეთ რომ დასაშეკეთო გამემშვიდობისა ბატონო ოთარ ნათია დგებოძე გაცითი ახალი ვერსია მე მაინტერესებს თუნდაც თქვენ თქვით რომ მატერიალური მხარე აკეთებს დიდ მნიშვნელობას თამაშობს უფრო სწორად დიდ როლს იმ მომღერლებზე რომლებიც არ არიან ცნობილები და იყვნენ თქვენი მოსწავლეები ნუ მარტივ ყველაფერი წინა კარგით თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ვინც ამერიკაში წაიყვანა ჩვენი მომღერლები ხო და გამართა კონცერტები აი თუნდაც მაშინ რატო არ წაიყვანეთ ის თქვენი ნიჭიერი მომღერლები მოწაფეები იქ კი ბატონო გეტყვით ჯერეთი მე ამერიკაში არავინ არ წამიყვანია ამაზეც იყო აგორებული რაღაცა ეს თვითონ ინსავიდან თვითონ დაწერეთ და მე რაღაცა აქედანაც ხო თქვენ იყავით ამერიკაში დელეგაციასთან კი ბატონო მე შეიძლება ჭკუას მეკითხებოდა და მეუბნებოდნენ დაუშვათ აი ვის გიჩვენე მაგრამ დიდი ანგარიშით ისინიც ფიქრობენ იმაზე რომ დაიყიდოს ბილეთი მოვიდეს ხალხი და ნუ რა ვინმოიწვევს თუ ამერიკა დაიწყეს და მსოფლიო მე ყოველთვის მე მართალი კაცი ვარ ეს ყველა მეცის ყოველთვის ვიზარდი რომ ეს კონცერტები განსაზღვრული იყო მაინც ემიგრანტებზე და მათ გულშვილობაზე, მათ ნოსტალგიაზე და მათ შეიძლებოდა ესე იგი უფრო გახარებოდა თუნდაც ნაკლები რანგის შემსრულებელი, მაგრამ მათ უფრო ნოსტალგიური და სადაყრელი ვიდრე დღეს წარმატებული და საინტერესო. თუმცა თვითონაც სხვა შორის მუსიკოსები არიან, ძალიან დიდი ტრადიციების ოჯახია და შვილი და შვილიშვილი ყავს ძალიან აქ ჰოლივუდში გაიმარჯვეს ახლა პირველი პრემიები აიღეს და თვითონაც როგორ ვიქნათ აი დიდი ინტერესით და ესე ვთქვათ პროფესიონალიზმით უყურებენ ესე იგი შემსრულებლის რანგს ამერიკიდან იყო მოთხოვნა რომ წასულიყვნენ ის მომღერლები რომლებიც ჩვენთან არიან პოპულარულები და არა ისინი ვინც კარგად წერის თუნდაც იგივე თქვენი თუნდაც ელენე ფოჭკვა მე ხარ ვიცი სხვა თქვენ ბევრი კი ბატონო იყო მოთხოვნა კი ბატონო ჩვენ შეიძლება აი ეს გვინდოდეს მაგრამ ვეშინია რომ ის ხალხს არ მოიყვანს ანუ იყო თუ არა კონკრეტული ჩამონათვალი მუსიკოსებისა ვინც უნდა წასულიყო ამერიკაში იყო კონკრეტული ჩამონათვალი ვიღაცა დაუშვათ მე შევახსენე მაგრამ ნუ გარკვეული იმის გამო დაუშვათ არა ეს არ გვინდა ის ალბათ რაღაცა ბევრს მოითხოვს გასაგები ანუ კონკრეტული სია არსებობს გასაკვირველია მანამდე ვიდეო მე ამასაც მოყვა სკანდალი იმის გამო რომ მე თხოვეს ერთი დამაწყებინეს მოლაპარაკება მე უცებ შეტრიალდა ის მოლაპარაკება და მირეკავენ დროებით იმათ ვერ წავიყვან და ახლა ეს ჯგუფი წამოვაო და შენ წამოხვალ მათთან ერთად თუ ამაზე მქონდა კი გაზებად თქვენინეთ მაშინ ანუ თქვენ მაინც ეხმარებით თქვენს მოწაფეებს ბატონო ეხმარებით თქვენს მოწაფეებს მე ყველანაირად რაც შემიძლია მაგალითად სიმღერა დაუწერო უფასოდ აი ესეთ ჰიმნის ტიპის გალა სიმღერაში ჩავთო ისინი მე მაინც კომპოზიტორი ვარ დაუშვათ როდესაც სიმღერას მიყვეთავად მე მეუბნები აი მინდა ეს
მაგრამ ზამნო ესაა правы, რომ მე ჩავსვა რამოდენიმე შემთხვევაში, ვისაც ვისაუბრებ. კარგი, მე მაქვს კი. კარგი, მე მაქვს კიდე ერთი შეკითხვა. თქვენი მოწაფე იყო აგნესა, მაგრამ რაღაც თქვენს შორის მოხდა კონფლიქტი და ეს ურთიერთობა არანაირი კონფლიქტი არ მოხდა, უბრალოდ ვერ შედგა. აგნესა დადიოდა ჩვენ ნახევარი ჩემთან და მე პირდაპირ შევთხარი დედამის, თუმცა მშობლები მოგეხსენებათ, ყოველთვის აქებენ თავის ნაშიერს, მაგრამ მე ყოველთვის ვთვლი პირდაპირ კაცი ვარ, შეიძლება თავი შევიკავო, მაგრამ პირდაპირ ვთქვარი მას, ბევრი სამუშაო აქვს. გამღერებები ჭირდება, ფერზების დადგომა ჭირდება, მაგრამ თუ როგორ შევა ეს პროცესი მეც არ მეყვარს. აი ქეთაც მაგალითად ჩემი გაზდილია, უსაყვარლესი ჩემ დღეს წარმატებული, მაგრამ მთელი ომი ქონდა ხოლმე და წარმოიდგინეთ ჩემთვის რაოდენ დიდი სიამოვნებაა ამ გამბების და განონების, მაგრამ ეს საჭიროა. და რა კონკრეტულ კონფლიქტს ქონდა ადგილი? არანაირ უბრალოდ ესე იგი მათ შემიყვეთეს სიმღერა ამ 2 თვის მერე თავიდან მე ვუთხარი ჯერ ცოტა უნდა მომაგრეს, იმიტომ რომ განსაკუთრებული მონაცემ მე ვერ ხედავ განსაკუთრებულ მონაცემებს, თუმცა კარგი ხური აქვს, რაღაცა ჩარმეებ და მუშაობის შემდეგ ის კი არა რომ აი უბრალოდ წარმატებული ჩანაწერი გამოვიდეს, უბრალოდ აი რომ ის მიიჩნიონ ნორმალურად და კარგად. და რა მოხდა? თქვა არაფერი, უბრალოდ მე მგონი მათ აგნესას თავად შეიძლება მობეზდა ეს სერიოზული დამოკიდებულება საქმესთან და უბრალოდ მივდივართ ეხლა სამარაშიო და რო ჩამოვალთ მე გავაგრძელებ მუშაობას და ნუ მე აღარ გავაჩნდე და მე არავის ცხოვრებაში არ გამოკიდები ვარ. უნდათ მოდიან. კარგი, მე მაქვს ბოლოს შეკითხვა. არც არავის ვარდნა არასდროს. თვითონ მომაკითხავენ, უნდათ მოდიან. არ უნდათ არ მოდიან და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. არანაირ კომპლექსს არ გონიათ ეს. ლიზა ინტერნეტ რადიო საიტი ჩემი ჯერიც მოვიდა, უბრალოდ თქვენ დოსიეს რო გადავხედე, იქ არ იყო მითითებული არც ერთი თქვენი სიმღერა, მაგრამ იყო მითითებული ძალიან ბევრი ჰიმნი. ეს იყო არ ვიცი, ნუ აი შიცის წინააღმდეგი და რაღაც აი ფესტივალების და მაინტერესებს რომ საქართველოს ჰიმნის კასტინგებში ხომ არ გაგიულიათ, თუ კი კარგად გამოგდით ჰიმნები, იქნებ ქონდათ სურვილი რომ საქართველოს ჰიმნის დაგეწერათ. ფათაშორის აი როდესაც ჰიმნზე კარგად გამოგდით თურმე ჰიმნი. არა, კარგად რატო გამომდის ახლა? შეიძლება კარგად გამომდის, მაგრამ მე სხვაც გამომდის ლიზა კარგად, ეს ხო ცუდად იცით. არა, მაინტერესებს ხო არ ქონდათ ესეთი სურვილი როკაც მიგე. არა, სურვილი ალბათ ყველა მუსიკოს, კომპოზიტორს გაუხარდება ალბათ რომ მისი ნაწარმოები იყოს დაუშვათ ხომ არ მიგეყიათ ბატონო თარ კასტინგში მონაწილეობა. კასტინგში მონაწილეობა საქართველოს ჰიმნზე. არა, ვინმე მონაწილეობა, მე მქონდა სტუდენტობის პერიოდში დაწერილი რუსთაველის ნერსს, აი ესეთი ნაწარმოები საგუნდო, რომელიც სხვადასხვა თითქმის ნუ რუსთაველის დიდება იყო და აქედან გამომდინარე საქართველოსის, მაგრამ აი როდესაც კასტინგი დაინიშნა ჰიმნზე, მაშინ 50-მდე ავტორმა მიიტანა თავის ნაწარმოები და მე დარწმუნებული ვარ, იქ არც მოусმენიათ ის, იმიტომ რომ ჯერ ჰიმნის მოსმენა 4 ხელში არანაირ შთაბეჭდილებას და ისიც ახლა საკითხავია გაბართულა დაუკრეს თუ არა. მოკლედ ის პროექტი თქვენ გასწოთ რომ ჩაიშალა. და ნუ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი ადამიანი დარჩა, მაგრამ ნუ ამისთვის ჩვეულებრივად როგორც ხშირად ხდება ჩვენთან ცოტა გამეცინა და არ მოვიცი ყურადღება, მაგრამ ის მოთხოვნები რაც იყო რომ უნდა იყოს ქართული მელიზმატიკი დაწერილი, ეს ყველა მოთხოვდა და სხვა შორის 3/4-ზე მქონდა. ნამდვილი ჰიმნები იწერებოდა რელიგიურ თემებზე და 3/4-ზე და 3/4-ზე იყო დაწერილი ის. ნუ იქ რა მოხდა მეცმაი. გასაგებია. მე მაქვს უბრალოდ ერთი ძირითადი კითხვა, მეტი კითხვა არა მაქვს. თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, შემოქმედებით ცხოვრებას გულისხმობ, შემთხვევა რომლის გახსენებათ თქვენ გწხვენიათ და არ გსურთ. ყოფილა, მაგრამ დღესაც არ ვიცი. ეს კონცერტი ხო არ იყო, რომელიც თქვენ ამერიკაში გამართეთ ნოემბერში 2003 წლის. არ იყო ეს კონცერტი, რატო იყო ეს კონცერტი? იმიტომ რომ მე მომივიდა რამდენიმე წერილი ელექტრონული პოსტით, მაშინ მე ამ წერილებს არ ვაქვეყნებდი, იმიტომ რომ საკმაოდ არასასიამოვნო შინაარსის არის, მაგრამ რამდენიმე წერილი მივიღე მე შეერთებული შტატებიდან იმ ქართველებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კონცერტს და სიტყვა სირცხვილი აქ ძალიან ხშირად არის ნახსენები
სასირცხო კონცერტი, ეს ვინ იყო, ეს ვინ იყვნენ ჩამოსულები და რეპეტიცია არც გაუვლიათ და შუა ოკეანეში ვიყავით, თორემ ნამდვილად გადავხვდებოდით. და ეს წერილი რო წავიკითხო, თქვენ ალბათ ძალიან უხერხულად იგრძნობთ თავს და მე არ მინდა რომ თქვენ იგრძნობთ უხერხულად, რომ არანაირი მე მოგახსენე, მე უხერხულად ვიგრძნობ თავს ალბათ, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ეთქობა არ იცოდნენ რაში იყო საქმე. როდესაც ჩვენ მივედით საღამოზე კონცერტზე აფსოთებული დავჭით, იმიტომ რომ იყო ძალიან ცუდი აპარატურა და ამის გარდა აპარატურა სკრიპელა, კრიხწელა და ჩვენ აფსოთება გამოვხატეთ, მაგრამ ესე იგი ისეთ სიტუაცია იყო, ხალხი იყო მოსული და თქვენიც აპარატურის დაუმართებლობა რას ნიშნავს? და როგორც მე აღმოჩნდა, ეს იყო ამერიკელების ბრალი, იმიტომ რომ როდესაც აი 5-6 ნომერმა გაიარა, მე შეასწორეს ვითომ, ქვევით ქვედა სართულზე ჩაიტანეს, მეორე რაღაცა აპარატი ჩართეს და შედარებით გამოსწორდა სიტუაცია, მაგრამ ვის უნდა შევეწურე, თან უნდა იყო ამონაშვილი, კეტა იყო ტოპურია, იქაურები მღეროდნენ თავად ნათელა იოსებიძე, თამრიკო დავითაშვილი არაჩვეულებრივი მომღერალი. ანუ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ჩვენ დაუშვათ ახლა აქ ნორმალურად და იქ არ გვეყარა ნორმალურად, მაგრამ მართალი გითხრათ, მე შეგვიძლია თავი ცოტა უხერხულად, იმიტომ რომ მომღერალი, როდესაც სრულყოფილად არისმენს თავის ყმას, ის ვერ იცნობს გამართულად თავს და აი ყოფილა მომენტი, რომ ერთი სული მქონდა, როდის დამთავრებული იყო ფონოგრამა. თუმცა ცდილობდი ეს არ შემემჩნია. ამ შემთხვევაში ახლა ეს სამზარეულო ალბათ მათ არ აინტერესებს. მათთვის თავარია შედეგი. გარდა ამისა შევნიშნე იქ რამოდენიმე არაკეთილ მოსურნე ადამიანი, რომელიც მე პირადად იმათან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ თავად ორგანიზატორებმა თქვეს, რომ აი ეს ხალხი მოსულია იმისთვის, რომ აი სწორედ დარეკონდა რაღაცა ანუ რაღაცა სხვა ჯგუფიდან, სხვა კომანდიდან თუ არ ვიცი როგორ შეიძლება. მაგრამ ხო გეუბნებით, სრულიად შეიძლება, მაგრამ მე გამოსწორდა სიტუაცია და ასე თუ ისე ხალხი ძალიან მაყოფილი დარჩა და ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს და თუ გნებავთ, მობზანდი და გაჩვენებთ. და მე ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში მათთვის ის კი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რაოდენ ხარისხიანი კონცერტი იყო. როგორ ნუნუ გაბუნიას მონატრება და თაბუნა ამონაშვილის და ქეთას მაგალითად ეხლა იქ იცნობდნენ, ეხლა ინტერნეტი დავით არის რაღაცა სატელიტებით ინფორმაცია და დღესაც ხდება ისიც იციან ასე თუ ისე, მაგრამ მაინც უფრო დიდი ნოსტალგია მათ აქვს დასაკვირველი წინათაობის შემსრულებლებს. და ვის ეკუთვნის ბატონო თორ აი ეს ტექსტი და რა კატეგორიის ხალხი წერს ამ პოემას? მითითებულია მისამართები, ესენი არიან ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ ნიუ-იორკში და რომლებიც მე მისაყვედურეს, იმიტომ რომ მე დავწერე რეპორტაჟი, რომ იყვნენ ქართველები და იქ ჩვენები იყვნენ ჩასულები ნიუ-იორკში და გემზე იყო კონცერტი და ცრემლები მოსდიოდეთ და ნუ რა ცრემლები, ისე როგორ აქ ცხვენიათ, რატო წერთ ყალბი ინფორმაციას, მე მისაყვედურეს ამ ადამიანს, ჩვენ ვიყავით და სად გადამყარიყავით არ ვიცოდი თუ იმისთანა სასიცოცხლო ხომ არ არის ეჭვი რომ ეს არის კერძო პიროვნება ვიღაც რომელიც დაინტერესებს რამდენიმე წერილი იყო სხვადასხვა მისამართებიდან იყო ნამდვილად ცრემლები მაგრამ იცი ვიმეორებ ამ ხალხისთვის იმ მომენტში ეს ჩვენი ყოფნა მაინც ასოცირებული იყო თავიანთ წარსულთან და ესე ვთქვათ რაღაცა ნოსტალგიასთან იმიტომ რომ იქ იქნებოდა ადამიანები ახლა იმათ კი არა შეიძლება მე რონჯ დარიყავ მეც იგივე დამეწერა მაგრამ მე მაინც პროფესიონალი ვარ და მივხვდებოდი რომ ეს აპარატურიათ აპარატურის ბრალია ამის გამო მოხდა ეს თორე რა უნდა მოხდარიყო ახლა დღეს ფრაზა რო წერენ სტუდიებში ჩვენ ვიწრო პირზე მე და ეკა კვალიაშვილს და სხვა ჩვენი თაობის წარმომადგენლებს პირდაპირ თავიდან ბოლომდე რას ნიშნავს იცით დუეტი უნდა ჩაწერო ბალანსი არ იყოს დარღვეული და თუ რაღაცა სადმე პატარა შეგეშლება ის თავიდან ბოლომდე უნდა ჩაწერო ჩვენ მართლა ოსტატობა გქონდა და რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ახლა ისეთი რა ანუ პრინციპში ყველაფერი თუ რამე გაუმართლებას გქონდა ადგილი აპარატურის ბრალი აპარატურის ბრალია და სხვათა შორის ორგანიზატორებს კომპენსაციის აპირებდნენ ამაზე სკანდალის ატეხოს და არ ვიცი ხარ დამთავრდა გასაგებია დიდი მადლობა თუ შეიძლება ერთ-ერთ არხზე გადის კლიპი რომელიც შიცის თემას ეხება და თქვენი ჰიმნი ხო, აი რამდენად მოგწონთ თქვენის ჰიმნი და საერთოდ ვინც მონაწილეობს იმ ჰიმნში რა კატეგორიით არის ეს ადამიანები შერჩეული? წეგან ვილაპარაკე ლალი მაგაზე რომ რასაკვირველია პირველ რიგში ორგანიზატორი გთხოვს ვინც გიკვეთავს რომ აი ეს მინდა ეს სახები შეიძლება მე შევახსენო აი ამაზე რას ვიტყვი კი ბატონო შემდეგ ეტაპზე ახლა მე რასაკვირველია პირველ რიგში ისევ და ისევ მინდა გაუწიო ჩემს ნიჭიერ სტუდენტებს
პროპაგანდა და ასეთი რახან მათ ფონოგრამის ფული არ აქვს. მივცეს საშუალება რომ ცნობილ სახეებთან ერთად, მაგრამ ვიმეორებთ მხოლოდ იმას, ვინც ამის ღირსად მიმაჩნია. და თქვენ რატო არ აღნიშნეთ? აი თქვენ თუ კი ბატონო შეიძლება არ ახართ მუსიკოსები, მაგრამ თავად აი შემსრულებლები, აი ბიცარე ბერიკო ტურაშვილი და უკვე რაღაცა. არა, ძალიან ბევრი არაცნობილი ხო, სახეა. მაგრამ აი საინტერესო ხმები დაუშვათ, ან სახეები არ შენიშნეთ იქ. კი, რა თქმა უნდა, შემიშნეთ, მაგრამ ჩემთვის უცხო სახეები რომ იყო, ამას ვამბობ. თქვენს აი რატო უამრავი ნიჭიერი ადამიანია, თქვენ ერთ-ერთი ადამიანებზე როცა და მესამე თვეზე რა რითი ჭამა მოუნდა და გუში რა ჩაიშვა და არ შეიძლება დაინტერესდეს. ვინი მიკროფონში თუ შეიძლება. აი უბრალოდ მაგალითზე დავუშვათ ქეთი გომართელი ვისი რეკომენდაცია იყო? ქეთი გომართელი იყო ორგანიზატორის რეკომენდაცია და ნუ მეც არ მეთქვია უარი, იმიტომ რომ რა ვიცი, ნუ ცნობილი სახეა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თამუნასთან, დედამისთან და ახლა ნუ ნორმალურად ვერ იშხო და თვითონ ის კლიპი რამდენად გამართულია თქვენ როგორ გონიათ? ხატრული თვალსაზრისით. ისიც რა, აი რამდენად სასიამოვნოა, აი მე მაგალითად სიამოვნებას არ მგონის, როდესაც ვუყურებ, რომ აი რაღაცა კლიპმა როგორც ნამუშევარმა მომანიჭა სიამოვნება. ისიც რა არის, გეთახმებით და შეიძლება პრინციპში ლარი ბატონი ოთარი კომპოზიტორია და არა კლიპმეიკერი, ამიტომ მაინტერესებს ამ ადამიანს მოსწონს ის ნამუშევარი, რომლის მუსიკაზე ყოფილა კლიპი რომ მოგეუბნები თქვენ ახლა აი ფილმი ცოტა ცინიკურად მითხრა რომ მეწყავს ადამიანი ვისაც მოწონარ, მაგრამ ეს არის გადაღებული საკმაოდ ობელისკის ფონზე თუ არ ვწდებით ფილმის. კი ბატონო, მაგრამ რატო არ არის ეს ახლა მე მგონი არც არ ყოფილა. ის ობელისკი ზურაბ წერეთლის ის არის თბილისის ზღვაზე მშენებარე, ეს სადაც ადამიანური ის არის ეს. რომელსაც შუალედში რაღაცა სასიყვარულო სცენები ერთვის, რაღაც აბსოლუტურად დაშლილი. კი, მაგრამ ყველა მაგნიშნები სრულიად არ არის, ესე იგი დიპახაბშინა და სრულიად არის ზომიერების პარკლებში და აქ არაფერი არ არის. ეს ყველა ვიცით რომ ეს რაღაცა გარკვეულ ეროტიკთან ამ კლიპთან დაკავშირებით პასუხი კლიპმეიკერს მოთხოვოთ უკეთესი იქნება. მე პირადად ძალიან ცოტა მარჩები შიცი დავუყოს არ უძვნე. თქვენ თუ ტექსტი გახსოვთ, ძალიან თბილი ტექსტია იქ. მე და ნანა ცინცაძის ერთობლივ ნამუშევარია და იქ არის ფრაზები, რამდენი გაზაფხული მოვიდა და არ ამღერდა. ანუ რას მე ეს სიმღერა მე პირადად მიუძღვენი, ყველა უდროოთ აი, ანუ იმ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა იქნება ნარკოტიკი თუ სხვადასხვა თუნდაც ომში დაღუპა, რომელმაც ვერ მოასწრეს თავიანთი სილამაზე და თავისი სულიერების დამკვიდრება ამ ქვეყანაში. მე პირადად გასაგებია. თქვენ ბიოგრაფიაში დოსიეში. კი, იმიტომ რომ თქვენთან ერთი შენიშვნა გადაცემის ბოლოს რატომ გინდებათ ბოლოს კითხვის დასმა? თქვენს კიდევ შიცი დაავადებულები ალბათ ძალიან. შეიძლება ერთი კითხვა მაქვს. თქვენს დოსიეში ეწერა რომ ლექსებს წერთ. ანუ თუ თქვენ სიმღერებზე თუ წერთ ეხლა ლექსებს. წერ და გეტყვით რატო? არა იმიტომ რომ რაღაც ამბიცია მაქვს. საერთოდ ძალიან რთულია სიტყვის და მუსიკალური ფრაზის, როგორ ვთქვათ, აი ბუნებრივი სინთეზი. ხშირად ახლა მესმის თქვენ აი პოეტებსაც ახლა უყურებენ გადაცემას, რომ აი ისეთ აი გადაფრინდი, გადმოფრინდი სიყვარული. კი, მაგრამ მეორე მხრივ დამეთანხმეთ, ახლა სად გავექცევთ? ერთი ცაგვაქვს, ერთი ზღვა და ერთი შიმაგა. ახლა ორი რო დაწერს შიმაზე, აღარ უნდა დავწერო. სხვა საქმეა ხატრულ დონეზე და სხვადასხვა ახალი იმის მოძებნაზე, მაგრამ ერთმა თქვა და მე ყველა იმეორებს, მაგრამ ამ სიყვარულს ვერცად ვერ გავიქცევთ. არსებობს ბანალურობა, რომელიც როგორ გითხრათ, არ იქნება ბანალური, ბანალური იქნება და აქტუალური. არ მეთანხმები. სიმღერები ხო როგორც ჩვენ თქვით არ გახდა. მაგრამ მე რატომ უკაცრავად მე მინდა უბრალოდ ყოფილად გაგცეთ. ხშირად რატომ მიმართავ? იგივე ნანა ცინცაძესთან ჩვენ რომ ვმუშაობთ, მე ხშირად ნანას ერთში უზივარ და ყოველ სიტყვას ვამოწმე და ვაკონტროლებ, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს აზრობრივი დატვირთვა დაუშვათ ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითონ ფრაზა ლამაზად წერს. სწორედ ამ სირთულის გამო არ ხდება თქვენი სიმღერები ჰიტები. აი ამდენი ფიქრის გამო. მე რა ვიცი. პრინციპში ამ თემაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაია ძალიან მოკლედ თუ ვიცით რა არის, ჰიტად მე მაინც არის სიმღერები, რომელიც უბრალოდ იგივე ვაკელები, ხო? მასაც მაინც ალბათ. არა, გასაგ იგივე ვაკელები, ხო? აი სიმღერა, რომელიც შესრულდა ვაკეში ბაში რადიორმა რო გააკეთა ფესტივალი, ყველაზე დიდი ტაში ამ სიმღერას ჰქონდა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ძლიერი ტაში, მაგრამ ნუ აი ეთერის უწუწუნდა საკულია რომ კლიპი ვერ გადავიღე, კლიპი ნამდვილად მოწონდა და მე მეცინებოდა კიდევ და ძალიან ისეთი სიმღერაა ასატაცებელი შეიძლება, მაგრამ არ თვლი მე რომ ეს არის ჩემი შემოქმედების რაღაცა ისე, მაგრამ
გასაგებია. სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ეს. გასაგებია. უკაცრავად კიდე მე სამი კითხვა მქონდა ერთს დავთქვა. თქვენ არაერთხელ საუბრით დროს აღნიშნეთ, რომ ჩემი მხოლოდ ნიჭიერი მოსწავლეები და ჩემი მხოლოდ ნიჭიერი მოსწავლეები. უნიჭოებსაც ამეცადინებ? იცი რა არის, უნიჭოებსაც ამეცადინებ, ნაკლებ ნიჭიერებს. რატო? იცი რა არის, როდესაც მოდის ჩემთან მოწაფე, აქვს სურვილი, დავუშვათ შობელი მეუბნები პირდაპირ, რომ აქვს სუსტი მონაცემები, სმენის პრობლემები აქვს, ვოკალური მონაცემები არაა განსაკუთრებული. და პირდაპირ მეუბნები, მოთხარი, მე მგონი არა, ძალიან უნდა და იგინებ თქვენთან უნდა. ეს ჩემთვის ზოგჯერ წამებაა, იმიტომ რომ ნიჭიერს საბჯერ უნდა უთხრა, დავუშვათ რაღაც გაკეთე იმას უნდა უთხრა 30 ჯერ, 40 ჯერ. ანუ არ მიგის მე ისახა, მაგრამ იცით მეორე მხრივ ეს ჩემი საშემოსავლო მე თავში გითხარით უბრალოდ მე მირჩენია ბიჭდე წერო კინო მუსიკა თეატრი სპექტაკლისთვის მუსიკა შეგვნა ის ნაწარმოები რომელიც მეპადუშე მაგრამ თუ ამას ვყიდებ საქმეს მე იარდელოი დაბრასობისნა და თან ერთიც არის ხა ეს იცით თქვენ რა სკოლაში მოვიდა მოწაფე და იცით თქვენი შვილი უნიჭოა და ძალიან თუ არა, იცით რა ეს რაც შეხა, იცით რა სხვა რა ეს აზერტიც დაგროებით. თქვენი ხო გასაგებია, მაგრამ თქვენი სირცხვილი იქნება, როდესაც უნიჭო ადამიანი გამოვიდა სადღაც კონცერტზე. მართალია. სადა თქვენია და იცი ოთარ ტატიშვილს მართალია და გულისკენაც გონია, იცით აი ყოფილა გარკვეული აზერტიც მემართება, იცით აი უნიჭო ბავშვი არის და უნიჭოს ნიჭს თქვენ ვერ გაუჩენთ. არა, მაგას მივიწყოთ. ესე იგი აი ხატვას ყველას ხვასაც დაგიტევენ და უბრალოდ რაღაცა გარკვეული საფეხურის იქით ვეღარ წახვა. მაგრამ შრომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ აი მე ის უნიჭო რომ დაუშვათ რაღაც იმამდე მიმიყვანია რომ ის დასაშვები ყოფილა და მე უთქვიათ იცი აი დიდი არაფერი და გული დამწყვეტია კიდევ დეტა იცოდნენ საიდან ვიზიან რა გავაკეთე რა. მაგრამ დიდი ანგარიში სწორედ ვარ. ალბათ ჩიტი არ გიზრდა. გასაგებია ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ გამოიწურა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მე მგონი მშვიდობიანად დასრულდა მაგრამ. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც გვიყურებდა. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო შაბათს შევხვდებით ისევ გადაცემაში პრეს-პრეს. კარგად.